Христея. 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 Христეს მიერ საყვარელო მამანო, ვანო და დანო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ხსენებას ანდრია პიროწოდებულის საქართველოში შემოგზავნებისა. ჭეშმარიტად საოცარი არის ამ მოციქულის ღვაწლი. არა მხოლოდ მისი, არამედ ყველა მოციქულისა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ ანდრია მოციქულის სახელი ანუ სახელი სადაც ამ წმინდანმა სადაც დარჩა ამ წმინდანის სახელი ადგილას მისი ქადაგებისა არის გადაჭემული ჩინეთიდან ვიდრე ბრიტანეთამდე გადაჭიმული არის ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან ესეთი ჩრდილოეთის ქვეყნებიდან შედარებით როგორც არის პოლონეთი აფრიკის მატერიკამდე და ყველგან არის გარდამოცემა რომ ანდრია მოციქულმა იქადაგა მონღოლეთში, ჩინეთში, პაკისტანში, იქადაგა ბუხარაში და სამარყანდში, იქადაგა სკვითეთში, იქადაგა ისეთ ქვეყნებში ცენტრალური აფრიკისა, როგორიც არის ჩადი, ნიგერია, არ საუბრობ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მიმდებარე ტერიტორიებზე და მასთან ერთად ამ წმინდა მოციქულმა იქადაგა ივერიაშიც და მისი ქადაგება ივერიის ყველა კუთხეს შეეხო რომ ცხეთის ჯვრის ადგილას აღმართა მან ჯვარი აღმართა ჯვარი დასავლეთ საქართველოში სადაც არის უღელტეხილი გამყოფი ხარაგაულისა და ადიღენის რაიონისა იქადაგა სამეგრელოსა და სვანეთში, აფხაზეთში. ანუ მთელი საქართველო არის მოცული ამ წმინდანის ქადაგებით და მან პირველი ტაძარი მთავარანგელოზის სახელზე აღმართა აჭარაში ამ ისტორიულ მხარეში ჩვენი სამშობლოს. ლაზეთის ქვეყანაში ანუ ქართველ ტომთა შორის მასთა, მეგრელთა, სვანთა, ჭანთა, მესხთა, ქართთა შორის ყველასთან იქადაგა წმინდა მოციქულმა ანდრიამ და ყველას ახარა საღვთო ჭეშმარიტება, სულის მაცხოვნებელი ჭეშმარიტება. და როდესაც წმინდა ნინო მობრძანდა საქართველოში მან კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილ ერს კვლავ შეახსენა ქრისტეს სიტყვა შეახსენა რომ მათ შორის უკვე მაცხოვნებელი ქადაგება იყო აღსრულებული და გამოფხიზლება ჭირდებოდა ერს და გამოაფხიზლა წმინდა მოციქულთა სწორმა დედამ ერი ქართველთა და ამის შემდგომ ჩვენი ერი მტკიცედ დგას ქრისტეს საწვრთნოებასა ზედა და
20 საუკუნეა რომ ღრის თავის სისხლს, თავის ცრემლს, თავის ობს ღვთისადიდებელად. ზოგჯერ გაცნობიერებულად ისე როგორც იყო ეს ყველა ბრძოლის დროს დიდგორს ბასიანს მარტყოფს თუ სხვაგან ზოგჯერ კიდე გაუცნობიერებლად როდესაც ცდილობს ერი შეინარჩუნოს თავისი სარწმუნოება ისე როგორც იყო ეს მონღოლთა დროს ჩუმად ისე როგორც იყო კომუნისტების დროს ერი ფარულად, მალულად ცდილობდა აღესრულებინა ნათლობა შეეღება კვერცხი ოჯახში აღენიშნა შობა თუ აღდგომა შესაძლებელი მიეტანა ტაძართან ანუ ჩვენი ერი დაწინდული არის ქრისტეზე, ქრისტეს მიერ საყვარელად. და ეს არის წინდობა მადლმოსილი. ეს არის წინდობა, რომელიც ჩვენს ერს ანიჭებს მარადისობის თვისებებს. სხვაგვარად ჩვენ ვერ გადავრჩებოდით. სხვაგვარად ჩვენ წაგვეკავდა ერთმანეთსემელური თუ ისლამური სამყარო. წალეკვა შეგულისხმობ არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას, არამედ ჩვენს მორალურ, ჩვენს სარწმუნოებრივ შეცვლას. და აი ყოველთვის განსაცდელის დროს, როდესაც ერს ემუქრებოდა ამგვარი საფრთხე, ცვლილების საფრთხე, ვერთი გამოუჩენდა ერს ადამიანს, წმინდანს, თუ ადამიანთა გუნდს, რომლებიც ტვირთულობდნენ სიმძიმეს იმ ჟამისა და თავისი ცხოვრებით, თავისი ზოგჯერ სახელოვანი გმირობით და ზოგჯერ კიდევ ჩუმად სხვებისათვის არ დასანახად აღსრულებული ჭეშმარიტი გმირობით ერს მიუძღოდნენ ღვთისაკენ და აჩვენებდნენ მას ჭეშმარიტ გზას. ისე როგორც ამას აკეთებდა წმინდა მეფე ვახტანგი, ისე როგორც ამას აკეთებდა დიდი გრიგოლ ხანძთელი, როგორც ამას აკეთებდა დავად აღმაშენებელი და თამარი, დემეტრე თავდადებული, თეიმურაზ პირველი, მეორე თუ ერეკლე და მრავალი ჩვენი ერისანი. ხშირად ჩვენს მეფეებს უწევდათ გარეგნულად უცხო სარწმუნოების მიღება, დათანხმება უცხო სარწმუნოებაზე, რომ მათი ქვეყანა გადარჩენილიყო აოხრებას. და ასეთები იყვნენ გიორგი მე-11, სიმონი, მეფე და სხვანი. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გონებით და გულით მიეკედლენ უცხოს და ბევრი ბოროტება მოუტანეს თავის ერს. ყველაზე მეტად კი რაც რითაც მათ დააზიანეს ერი, ეს იყო უზნეობა და უცხო სარწმუნოების წესის და ჩვეულების გავრცელება საკუთარ ერში, ხან ძალით, ხან მოსყიდვით, ხან
ოფერებითა და ლიქნით. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს ჩვენიერი მაინც არის ერი ქრისტეს ერთგული, რომელიც ცხოვრობს თავის მამა-პაპათა ადგილას, დასტირის თავის მამა-პაპათა საფლაებს, ხარობს მათი სიკეთით, მათი გამარჯვებებით, ამაყობს. საუბრობთ ჩვენ მშობლიურ ენაზე, გვაქვს ჩვენი მშობლიური დამწერლობა და მრავალი მიღწევა გვაქვს კულტურული ხელოვნების, მეცნიერების თუ სხვა სფეროებში და პოლიტიკურადაც ვართ ქვეყანა, ვართ ერი, მოქცეული სახელმწიფოებრივ საზღვრებში, რომელიც დღეს შეიძლება დარღვეულია, შემცირებულია, მაგრამ საქართველოა, რომელიც აუცილებლად გამთლიანდება. და ეს ღვთისწყალობა არის ქრისტეს მიერ საყვარელი. ისეთი ერისთვის, მცირე ერისთვის, როგორიც არის საქართველო. მრავალ დიდ ერებს, რომელიც ჩვენ აგვემატება არა ერთი და ორი და სამი, არამედ 10-ჯერ და უფრო მეტიც, იმ ერებს დღეს არ აქვს შესაძლებლობა, რომ იქონიონ თავიანთი სახელმწიფო. ღმერთმა ჩვენს მოგმადლა. ჩვენ მგონია, რომ ეს თავისთავად მოვიდა. ეს იყო ღვთისწყალობა და ჩვენი წინაპრების დიდი დამსახურება, მათი თავდადება და მათ მიერ დაღმული სისხლის ფასად არსებობს ყოველივე დღეს. ამიტომაც ჩვენ მადლობთ ჩვენს წინაპრებს, იმიტომ რომ ანდრია პირველწოდებული ჩვენი წინაპარი, ის არის დამაარსებელი საქართველოს ეკლესიისა, იმიტომ რომ პირველი ეკლესია მის მიერ დაარსდა, მის მიერ იყვნენ ნაკურთხნი მღვდელნი. საქართველოს ერის ყველა განმანათლებელი, მიუხედავად მისი ეროვნულობისა, ის არის ჩვენი წინაპარი. ის არის ერთობაში ჩვენს ერთად. ის ჩვენი ერის მფარველია. და ჩვენ მადლობთ ყველა ჩვენს წინაპარს, ჩვენი ერის მფარველს, რომელმაც შექმნა და რომელიც ქმნიდა საქართველოს დამოუკიდებელ ეკლესიას და საქართველოს სახელმწიფოს. და ეს ყველაფერი იყო მათი ტკივილის, შეურაცხყოფის, გინების და სიკვდილის ფასად. ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე, ჩვენო გინებულნიო, ხოლო თქვენ დიდებულნიო. ჩვენ სულელნი, ხოლო თქვენ ბრძენნი ქრისტეს მიერ. აი ეს ხვედრი ჰქონდათ მოციქულებს და ეს ხვედრი ჰქონდათ და ექნებათ ყველას, ვინც ქრისტეს ერთგული იქნება. იმიტომ რომ უთხრა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს, უკეთ თუ მე მდევნეს, თქვენცო მდევნილო. უკეთ თუ მე მომიძულეს, თქვენც მოგიძულო. და ამიტომაც
ბრძანებს მაცხოვარი რომ არა ამას სოფლისაგან ვარო მე ეს არა ამ სოფლისაგან ყოფობა მოანიჭა ღმერთმა საქართველოსაც ისე როგორც ძველ აღთქმაში არის ნახსენები ძენი ღვთისანი და ძენი კაცისანი ისე ეს ძენ ღვთისად ყოფნის შესაძლებლობა მადლის მიღებით მადლის გამრავლებით და ამ მადლით გამხდობით ეს შესაძლებლობა მოანიჭა ღმერთმა თავისი წყალობით ჩვენს სერს მოანიჭა მართლმადიდებელ ერს და დღეს როცა ჩვენ აღნიშნავთ ამ დიდი წმინდანის სცენებას ჩვენ მადლობას წირავთ ყოვლად მოწყალე ღმერთს რომელმაც თავის წყალობის ღირსხო ჩვენ და 2000 წლის მანძილზე ეს წყალობა არ გამაშორა და დღესაც ამრავლებს ამ წყალობას ჩვენს ერზე ამიტომაც ვიყვეთ მადლიერნი ქრისტეს მიერ საყვარელო და ეს მადლიერება ჩვენი ცხოვრებით გამოვხატოთ ღმერთს სხვა არაფერი არ სურს ჩვენგან გარდა წმენისა პატიოსნებისა და ურთიერთსიკეთისა ეს არის ყველაზე დიდი შესაძირავი ღვთის მიმართ ეს არის ყველაზე დიდი წვენი მირთმეული უფლისათვის ამის ძალა მოგცეს ღმერთმა ყველას მინდა რამოდენიმე სიტყვით იმ მოვლენებზე გითხრათ რომელიც ჩვენ წინ გველოდება ეს არის შემოგზანება ორშაბათს ღვთის მეორე ნახევარში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა რომელიც ანდრია პირველწოდებულმა მოაბრძანა საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დალოცვა მისი კურთხევა და მისი წვენი საქართველოსადმი ნიშანი მისი მფარველობისა ხატი რომელსაც შემდგომ ეწოდა აწყურისა რამეთუ დაბრძანდა აწყურში ეს ხატი ამ ხატის მოგზაურობა არის საქართველოში ის ორშაბათ მოგზაურობა ჩვენთან ის მეორე ნახევარში დრო დაზუსტებული იქნება ჩვენ გადავიხდით პარაკლისს ამ ხატთან თქვენ ყველას გექნება შესაძლებლობა მოგზადეთ მოილოცოთ ეს ხატი იქნება წირვა ამ ხატთან საკათედრო ტაძარში შემდგომ მეორე დღეს 16-ში ეს ხატი გადმოგზადება გიმნაზიის ტაძარში და დალოცავს გიმნაზიას ეს იქნება საგანგებო კურთხევა ჩვენი შვიდ ბავშვების ჩვენი გიმნაზიის ამეთუ წელს აღინიშნება ჩვენი გიმნაზიის დაარსების 200 წელი 1817 წელს იყო დაარსებული გორის ისტორიული სასულიერო გიმნაზია 16 რიცხვში იქნება საზეიმო ღონისძიებები გიმნაზიის წლის იუბილესთან დაკავშირებული იქაც იქნება წირვა გადაიხდება სამადლობელი პარაკლისი და საღამოს კიდევ თეატრში იქნება საზეიმო ღონისძიება საათზე 17-ში არის ოჯახის სიწმინდეს დღე რომელიც გამოცხადდა საქართველოში ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის კურთხევით და ამ დღეს ჩვენს დედაქალაქში ივერიისა და აწყურის ხატებით
გაიმართება საზეიმო მსვლელობა. ჩვენი ეპარქიაც მიიღებს მონაწილეობას მასში. 18-ში იქნება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის თავს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის თავს და გორის გიმნაზიის საიუბილეო თარიღს 200 წლის თავს მისი დაარსებიდან. მეც მადლობთ მისი წყალობისათვის კვლავ და კვლავ. მეთმა თავისი მადლი და წყალობა არ მოგაშოროთ თქვენ და სრულიად საქართველოს მათ და მარადის და უნითი უგონისამდე. ამინ. ახლა ჩვენ ვემთხვევით მოციქულის ნაწილს, რომელიც გამომძანებულია და დამტანებული არის ხატის, ანდრია მოციქულის ხატის წინაშე. ასევე ბოგდან და ხაშურის ეპისკოპოსი მეუღლე სიმონი მეუღლეს დაგლოცოს ჩვენი ეპარქია და ჩვენი მეუღლე. ქრისტიანობა გიგოცავთ მოგალაპოლოს სამბოლოს გიგოცავთ სრულიად საქართველოს გიგოცავთ მის უწმიდესობას ლევანდელს ყველა ანდრიას ულოცავთ ლევანდელს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელსატარებს და როგორც მეუღლე აღნიშნა წმინდა ანდრია პირველწოდებული მართლაც უდიდესი წმინდანი არის საქართველოსთვის. სიტყვა ღვთისა ფაქტიურად შემოიტანა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და მისი ხადაგება იმდენად მადმოსილი იყო, რომ იმდენად განახორციელა მან დავალება ლოცვა-კურთხევა ღვთისა, რომ დღევანდელ მისდამი დიდი სიყვარული და პატრიოტიზმი არ დაკარგულა და არ დაიკარგება უგუნისამდე დიდრე ქართველი იარსებებს. მოგილოცავთ გერმანულობის სახელმწიფოს ანგელოზის დღეს, დღევანდელ დღეს დიდი სიხარული არის მართლაც საქართველოს ეკლესიისთვის დღეს, როგორც იგივე ეპარქიის დღესასწაული არის დღე ამერიკის ეკლესიას წარმოადგენდა და ამერიკის ანგელოზის დღე არის დღეს ფაქტიურად და გილოცავთ მისი სიყვარული და პატრიოტიზმი. დავას და ეს ჩვენი ეპარქიის სახელით გილოცავთ. დღეიძებობა, ჯანმრთელობა და თქვენი სიცოცხლის სიხარული დიდხანს გქონდეს ამ ეპარქიას და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა მეუღლეს მოვახსენებთ და მეუღლესაც ელოდება წინ ისეთივე დღეები სიხარულისა, ხატის ჩამოგზავნების დღეები და ნამდვილად ეს არის ჩვენი საერთო სიხარული, ჩვენი საერთო ნიშანი ღვთისწყალობისა და ეს მადლი მოფენოდეს სრულიად საქართველოს. ამინ. ქრისტე.